რეფორმირებითაც სწორი იქნებოდა დღევანდელი მინისტრის განცხადება, იმიტომ რომ ესეთი განცხადება მოგვისმენი არაერთი მინისტრისგან. ქრივიშვილი, დავითაშვილი, სხვები და სხვები. არაერთი პრემიერ-მინისტრისგან. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ერთი ხელისუფლება, 4 სხვადასხვა მოდელი ანაკლიის მშენებლობის, 3 პრინციპში არა? 4 მოდელი და ჩავარდნილი პროექტი, შედეგი ერთადერთი, ანაკლიის პორტი არ აშენებულა და არც აშენების პერსპექტივა არ ჩანს ამ პირობებში. ჯერ იყო რაღაც ბოტის მოდელი, შემდეგ იყო ეგრეთ წოდებული PPP-ის მოდელი, ახლა არის რაღაც კიდევ განსხვავებული ლენდლორდის მოდელი და დიანა, თავარი პრობლემა ანხარვეზი მოდელში კი არ არის. ეს ყველა მოდელი, სხვადასხვა მოდელი წარმატებით მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო პორტში. პრობლემა არ ხელისუფლებას. ლენდლორდის სხვათა შორის რამდენიმე წარმატებულ პორტში. მათ შორის PPP-ის მოდელიც წარმატებულად მუშაობს. მათ შორის ბოტის მოდელი გამოაცხადა ქრივიშვილმა. დიახ, ყველა მოდელი წარმატებულად მუშაობს, განსხვავებული მიდგომებია უბრალოდ. მოდელებში არ არის პრობლემა. მოდელებში არა, ხელისუფლებაშია პრობლემა. ხელისუფლებაში, რომელსაც არ უნდა აშენებ. თავის დროზე, როცა დაიწყო საუბარი, ერთი და იგივე ხელისუფლება, ერთი და იგივე ივანიშვილი. პორტის აშენება არ უნდათ თუ არ იცოდნენ ვის სასარგებლოდ მიეღოთ გადაწყვეტილება. კონსორციუმი მაინც დიდწილად ამერიკულ ინვესტიციასთან ასოცირდებოდა. ჩინური, ეს ვთქვათ, ეს ჩინურ-სინგაპურული კომპანია 59%-ზე, რომლის შემოყვანასაც ფიქრობდნენ ჩინეთთან და აი ამ გეოპოლიტიკურ, ეს ვთქვათ, გაურკვეველ ფაზაში გადაწყვიტეს, რომ თავად გამხდარიყვნენ ავტორები ამ პროექტის. ანუ პროექტის აშენება არ უნდოდა თუ არჩევანი, ეს ვთქვათ, ის არ იცოდნენ საით 10 წელი თუ არ იცოდნენ, 10 წლის განმავლობაში თუ არ იცოდნენ, როგორ უნდა აეშენებინათ პორტი, არ მჯერა, რომ 11 წლის თავზე, როცა ანაკლიის პორტის მშენებლობის იდეა საერთოდ აქტიურ ფაზაში შევიდა, 11 წელს რომ გადაწყვიტეს რა არის და სწორი გასაღები ან სწორი ფორმულა პორტის აშენების, ამას არ მჯერა, ვერავინ ვერ დამაჯერა. ისევ ახალი რაღაც სიგიჟე ფორმულა შემოაგდეს, იმიტომ რომ მათ ამის სურვილი არ აქვთ. ანაკლიის პორტის აშენება ამ ქვეყანაში გამოიწვევს უსაფრთხოების ახალი შესაძლებლობების გაჩენას, ეკონომიკის გაზრდას. არ უნდათ ეკონომიკის გაზრდა, უსაფრთხოების ახალი შესაძლებლობები. მე ვფიქრობ, რომ არ უნდათ. მათ არ უნდათ საერთოდ ანაკლიის პორტის აშენება. რამდენიმე ფაქტორია ამისთვის. ერთი, ის რომ კი არ უნდათ შეიძლება ამერიკელების შავ ზღვაში, როგორც თქვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იხსენებს ივანიშვილთან საუბრის დეტალებს. პროექტის აშენება, ან პორტის აშენება რა ლოგიკით შეიძლება არ უნდა. სხვა ხსნა არ მაქვს. 10 წლის განმავლობაში მიეცათ ეს უფრო ლოგიკური ხომ არ არის თქო. მე არ ვფიქრობ, რომ 10 წელი ფიქრობდნენ და მე-11 წელს ივანიშვილმა მოიფიქრა. სხვადასხვა მოდელი გამოიყენეს. ჯერ ამერიკელი და დასავლელი ინვესტორები შემოყოლეს. მე წაართვეს მთელი ინვესტიცია, 80 მილიონი დოლარის ინვესტიცია წაართვეს, ექსპროპრიაცია გაუკეთეს ამ ინვესტიციას და გააგდეს დასავლელი ინვესტორები, რომლებიც მარტო ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები არ იყვნენ. სხვათა შორის ანაკლიის კონსორციუმი აქტიურად თანამშრომლობდა და ელაპარაკებოდა მათ შორის ახლო აღმოსავლეთს, მათ შორის იაპონიას. იაპონიის თანამონაწილეობა იაპონიასა და ევროპას შორის სავაჭრო ტრანზიტის ნაწილი რომ გასულიყო საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუმცა ამას მიდიოდა, კარგ გააგდეს ამერიკელები. შემდეგ შემოიყვანეს გამოაცხადეს ტენდერი და შემოიყვანეს ჩინური სახელმწიფო კომუნისტური ჩინეთის სახელმწიფო კომპანია, რომელსაც დაპირდნენ დაიწყეს პროცესი 59%-ზე თანამონაწილეობის და აქაც ჩაუვარდათ პროექტი. ახლა ახალი წინადადება, რომ თავად დააშენებენ. საუბარი არის დაახლოებით 2 მილიარდ ლარზე, დიანა. 2 მილიარდ ლარის მობილიზება იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც, რა ვიცი, ვარკეთილის მეტროს სახურავი ვერ გააკეთა, ამოდენა პორტის აშენება და გზა ვერ მიიყვანა ანაკლიამდე. 10 წელი ხო გავიდა, რაც პროექტის მშენებლობა დაანონსებული აქვს. გზა, ავტობანი ვერ მიიყვანეს, რკინი გზა ვერ მიიყვანეს. ანუ ორი კინკილა ლიანდაგი უნდა დაედოთ იქამდე რომ ანაკლიამდე ახლა შეიძლება ითქვას რომ რაღაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს რომ ააშენებენ, თავად ააშენებენ, თქვათ ფლობელობის ფორმატი შეარჩიეს და ახლა შეიძლება მოლოდინი იყოს რომ უფრო სწრაფად წავა პროცესი თუ თქვენ გაქვთ მაინც განცდა რომ ისინი არ არიან ამ პროექტის ეს თქვათ ამ პორტის ამშენებლები. ის შეკითხვა რასაც ახლა თქვენ სვამთ რომ გადავიტანოთ 2022 წელს. რაც არ უნდა მეპასუხა 2022 წელს ამ შეკითხვაზე. ხო სულელური პასუხი გამოვიდოდა.
იმიტომ რომ შედეგი მაინც იგივე დაჯდა, ხო? ანაკლი არ აშენდა. ანუ იგივე ხელისუფლებაა, იგივე პირები არიან, რომლებიც ღებულობენ გაწყვეტილებას პერსონალურად. შუაში არის მთელი 9 წელი, იმიტომ რომ 20-20-ში უნდა შემოსულიყო გემი და ეხლა ამბობენ რომ 20-29-ში. 10 წელი 10 წლის წინ დაიწყო, დაანონსეს პირველი კაფსულა როცა ჩააგდეს. არა, მე ვამბობ გემი როდის შემოვა დანაპირებზე. 2020 წელს სწორს ბრძანებთ, 2020 წელს უნდა შემოსულიყო პირველი გემი. ეხლა გვეუბნებიან რომ 2032 წელს შემოვა. მანამდე აი წლების განმავლობაში რო ამოვიღოთ განცხადებები. სხვადასხვა პრემიერ-მინისტრები, სხვადასხვა ეკონომიკის მინისტრები, სხვადასხვა ფინანსთა მინისტრები და ერთი ბიძინა ივანიშვილი. სრული ამ 10 წლის განმავლობაში პერიოდულად აკეთებდნენ განცხადებებს, რომ აი ერთ წელიწადში შემოვა გემი, აი ერთ წელიწადში 2020 წლიდან 2032 წლამდე წავიდნენ. 12 წელი მოპარეს. აი მოდელებზე რომ მსჯელობ, ყველაზე სწორი მოდელი თქვენი დაკვირვებით რა უნდა ყოფილიყო. აი თქვენ რომ ხელისუფლება ყოფილიყავით, რომელი მოდელი იქნებოდა უპირატესი ახლა ამ მოცემულობაში ამ ტიპის ქვეყნისთვის? ჩვენ კონკრეტული ცოდნაც გვაქვს და გეგმაც გვაქვს ანაკლიის პორტთან და პროექტთან დაკავშირებით და ეს მოიცავს საკუთარ თავში ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო ღირებულების დაბრუნება საქართველოსთვის. ამას ხელი შეუწყო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის დასრულებამ და ახალი სატრანზიტო გზის გაჩენამ, ეგრეთ წოდებული ტრამპის გზა. ამ ტრამპის გზას და საერთაშორისო ტრანზიტს ჭირდება გასასვლელი ზღვაზე. ეს გასასვლელი ყველაზე ახლო და ღრმაწყლოვანი და ყველაზე დიდი მნიშვნელობის და დატვირთვის შეიძლება იყოს ანაკლია. და ანაკლია არის ესეთი, იმიტომ რომ თუ აქამდე კავკასიის რა არის კავკასიის კარიბჭე? სად არის კავკასიის კარიბჭე? საქართველოა, ხო? საქართველოს ჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, იმისთვის ეს კარიბჭე იყოს ფართო, კარით გაღებული და ძალიან დიდი ტრანზიტი მოძრაობდეს. ეს ნიშნავს მეტ ფინანსებს, მეტ კეთილდღეობას, მეტ ეკონომიკის და მეტ ფულს საქართველოს მოქალაქეებისთვის. და ნიშნავს უსაფრთხოებას. მაგალითად, როცა ბაქო თბილისის ჯეიჰანის ნავთობსადენმა საქართველოზე გაიარა, საქართველოს უსაფრთხოებით და საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებით დაინტერესება გაუჩნდა დაახლოებით 20-ზე მეტ ღირებულ და მნიშვნელოვან ქვეყანას, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და მისი უსაფრთხოება, საქართველოს უსაფრთხოება მისივე უსაფრთხოების ინტერესებს შედის. 20-ზე მეტ ქვეყანას ერთი ნავთობსადენის გაყვანით გაუჩნდა ინტერესები. ბოლომდე არაფერი არ აზღვევს მაინც იმ ტიპის სამეზობლოში ცხოვრებას, რომელშიც რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ხო დამატებითი უსაფრთხოების გარანტიაა და არის ნამდვილად. და ერთმა ბაქო თბილისის ჯეიჰანმა ეს გაკეთდა. წარმოიდგინეთ ანაკლის პორტი, რომელიც უმნიშვნელოვანეს ტრანზიტს მიიბამდა საკუთარ თავზე, ბევრ ფულს მოიტანდა საქართველოს ბიუჯეტისთვის და მოიტანდა უსაფრთხოებას. ლოგიკა მინდა შეიძლება ივანიშვილს თქვა, რომ მას არ სურს დემოკრატია, რომ ის არის ავტორიტარი, რომ ის ინსტიტუტებს, ასე ვთქვათ, ერთ ხელში აქცევს და არის ყველაფერზე გადაწყვეტილების მიმღები, მაგრამ რა ლოგიკით არ შეიძლება მას არ უნდოდეს მეტი ფული? აი მეტი ფული ქვეყანაში, ანუ ამის ახსნა მინდა, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს ჩვენი აუდიტორიისთვის. მე მგონია, რომ ეს არის მათ შორის რუსული ინტერესების გათვალისწინება, იმიტომ რომ თუ ვინმე არ არის დაინტერესებული, რომ რუსულ ტრანზიტს გვერდი აუაროს, ეს არის რა თქმა უნდა პუტინის რუსეთი. რუსეთს აქვს დროებით ანუ შუადერეფნის ტრამპის გზას თავი დავნებოთ, შუადერეფნის უფრო მეტი სიმძლავრით ამუშავება არ არის იმ ხელისუფლების ინტერესში, რომელიც ყოველდღე გველაპარაკება შუადერეფანზე და დაკავშირებადობაზე და დადის ყაზახეთში, უზბეკეთში, ანუ სამეზობლოში და მუდმივად საუბრობენ ამ ბოლო დროს მათგან რაც გვესმის, ეს არის შუადერეფანი, დაკავშირებადობა და მულტივექტორული პოლიტიკა. მე ეს გავამახვილებდი ყურადღებას იმაზე, რა საუბრობს ქართული ოცნება და რას აკეთებს. ისინი საუბრობენ ოჯახურ ტრადიციებზე და ეროვნულ ღირებულებებზე 24 საათი. 24 საათი. რაიმეს ეროვნულს აკეთებენ? არასდროს არაფერი ეროვნული არ გაუკეთებიათ. ოჯახსაც დასცინიან, იმიტომ რომ გააღარიბეს, ემიგრაციაში გაყარეს, სიღარიბეს ჩაძირეს მოქალაქეები. უფრო მეტი ადამიანი იღუპება ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე იბადება. საშინელი მძიმე მდგომარეობა, ამით არის ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობა, დემოგრაფიულად მძიმე მდგომარეობა, რუსები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები გახდნენ დომინანტები. ადრე საქართველოს მოქალაქეების ნაწილი იმას ფიქრობდა, რომ აი ჩამოვლენ და ფულს მაინც დახარჯავენ. ისე აღმოჩნდა ბათუმში, თბილისში და სხვა ქალაქებში, სადაც უკვე თავისი საწარმოები გახსნეს, თავისი კომპანიები გახსნეს, ქართულით არაფრით არ სარგებლობენ.
ბოლო სტატისტიკური მაჩვენებლები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე როგორია რუსულენოვანი ქვეყანაში მყოფი რუსულენოვანი მოქალაქეების წილი როგორ გაიზარდა. ანუ ამაზე აერთს ლაპარაკობენ, მეორეს აკეთებენ. თავის მხრივ რა ხდება ეკონომიკაში, განათლებაში რა ხდება. აი შეკითხვას დავსვამ, რატო უნდა ჭირდებოდეს ბიძინა ივანიშვილს ცუდი განათლების სისტემა? რატო უნდა ჭირდებოდეს? მე ვამბობ, რომ მართლა გენოციდს იმიტომ რომ განათლებული ადამიანი მარტივად და განათლებული გააკონტროლოს. ადამიანი არის უფრო კრიტიკული, უფრო ყურადღებიანი, უფრო სხვა ტიპის და ცუდი მოქალაქეა. განათლების მქონე პირი მარტივად გააკონტროლოს, ხო ასეა? დიახ. ზუსტად იგივეა ეკონომიკაშიც. რატო ცდილობენ ისინი რომ არ იყოს კარგი განათლება, კარგი ჯანდაცვა? რატო მოგიწოდებენ ჩვენ ყველას რომ აი წადით ემიგრაციაში სამუშაო ადგილები მაინც არ შეიქმნება? ამის ესეთი ერთი პასუხით ახსნა არ შეიძლება, გარდა იმისა რომ უბრალოდ ანტიეროვნული, ანტიქართული საქმის მწარმოებელია ბიძინა ივანიშვილი. ამ ვითარებაში მე მანერ მოლოდინი არ მაქვს რომ ივანიშვილის პირობებში დიდი ეროვნული პროექტები განხორციელდება. მათ შორის ანაკლიის პროექტის და პორტის განხორციელების იმედი და მოლოდინი არ მაქვს. პირველ მოდელთან დაკავშირებით დიანა გაგახსენებთ. პირველი მოდელი საკუთარ თავში, როცა ანაკლიის კონსორციუმი აშენებდა ანაკლიის პორტს, მოიცავდა საბოლოო ვერსიაში სახელმწიფოსთვის 100%-ის გადაცემას. 50 წლის შემდეგ. 50 წლის შემდეგ 10 წელი უკვე გავიდა. 10 წელი გავიდა. 10 წელი, პირველი 10 წელი გავიდა. ასევე, ანუ სრულ ინვესტიციას ახორციელებდა კონსორციუმი 50 მილიონის საბანკო გარანტიას ითხოვდნენ, რომ ამით დაედასტურებინა სახელმწიფოს მათი მზაობა პოლიტიკური ნების გამოხატულება, რომ ისინი მზად იყვნენ მინიმუმ ხელი არ შეეშალათ პროექტისთვის. რა ვნახეთ, დღეს საუბრობს მარიამ ქრივიშვილი და ივანიშვილი, რომ 2 მილიარდ ლარს. მილიარდ 100 მილიონი თქვეს. მილიარდ 100 მილიონი რა თქვეს? ლარი? დოლარი. ხო, მე რაც ნახე განცხადებებში 600 ან 700 მილიონი დოლარი თქვეს, რაც დაახლოებით არის 2 მილიარდი ლარი. თუ მილიარდ 100 მილიონი თქვეს დოლარში, ბევრად უფრო მაღალ ხარჯზეა საუბარი. თუმცა, საუბარი არის იმაზე, რომ 50 მილიონიანი გარანტია არ მისცეს იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც ახლა ამბობენ, რომ 2 მილიარდ ლარს დახარჯავენ. წარმოუდგენელია, მაგრამ გზა ვერ გაიყვანეს. მართლა მეტრო გადახურეს. იყო თუ არა იმ პროექტში მთავარი არა 50 მილიონიანი გარანტიის მიცემა არ მიცემა, არამედ სწორედ ის ივანიშვილის ცნობილი ფორმულა შავ ზღვაზე და ამერიკელებზე, რომელზეც ვიმეორებ ყოველთვის მაყურებელს, ასე ვთქვათ, ვეუბნები, რომ ეს არის ფრაზა, რომელიც ვიცით ჩვენ მამუკა ხაზარაძის მონათხრობი, როცა ისყვება, რომ მივდიოდიო ივანიშვილთან პროექტს ვათანხმებდი ანაკლიის პროექტს და ასე ვთქვათ ერთ-ერთ შეხვედრისას მითხრა რომ არიცი შენ გეოპოლიტიკა კარგად, მოდი იქნებ დავანებოთ თავით რაღაც ამდაგვარი, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაზე. კი ბატონო, ხო. ეს ფორმულა იყო თუ არა მათთვის მთავარი? კი, ეს ფორმულა საქმეშიც გამოიხატა. ყოველთვის როცა ვიღაცა რაღაცას ამბობს, იქნება ეს ირაკლი, დიანა, ბიძინა თუ ასე შემდეგ, უნდა შევხედოთ, რას ვამბობთ და რას ვაკეთებთ. იმისთვის, რომ ივანიშვილის ნაბიჯები შევაფასოთ რეალისტურად, რას ამბობს და რას აკეთებს. ხო, თქვა და აციტირა მამუკა ხაზარაძემ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ესე თქვა, რომ ამერიკელებს რა უნდათ შავ ზღვაში. გააკეთა იგივე? კი. გააკეთა, საქმით გააკეთა ეს ყველაფერი. წლების განმავლობაში გააკეთა. განდევნა ამერიკელები ეროვნული და მნიშვნელოვანი პროექტიდან, რომელიც უსაფრთხოების გარანტია და მეტი ფული იყო ქართულ ბიუჯეტში, კი განდევნა. ანუ ეს ჯაჭვის შექმნა, რომელიც ამყარებს. მოდით ამ ფორმულაზე ვილაპარაკოთ. ეს ფორმულა არ არის პრობლემური, როგორც ხვდები. არა, ჩვენთვის ეს ფორმულა არ არის პრობლემური არის თქვენ არ ებჭვი გეპარებათ ხელისუფლების ნებაში. ხელისუფლების არ უჯერა, იმიტომ რომ 10 წლის განმავლობაში გადაგვაგდოთ. თუმცა მიგვაჩნია, რომ ამიერ კავკასია, რომელიც უნდა იქცეს ამ შუა დერეფნის, ტრამპის გზის, აბრეშუმის გზის მთავარ შემადგენელ ნაწილად, მას აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ ეს მსგავსი პროექტი გააკეთოს
მაგალითად სამმა ქვეყანამ ერთობლივა. ეს მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია. აი რომელ სამ ქვეყანას ხედავთ? მაგალითად საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ საქართველოს სამხრეთ კავკასიის მთავარი კარიბჭე და ძალა გახდეს. იყოს ფლობელი საქართველოს და შემდეგ საოპერაციო ეს შესაძლებელია. პროცესში ჩაერთოს სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი. შესაძლებელია. ამიტომ არის ჩვენი დამოკიდებულება ასეთი არაკრიტიკული მოდელებთან მიმართებაში. ისევ და ისევ გავიმეორე, მოდელში არ არის პრობლემა. პრობლემა არის იმ ერთ ხელისუფალში, რომელმაც 4 სხვადასხვა მოდელი შემოგთავაზა, მაგრამ 4-ვე ახალი მოდელის პირობებში ანაკლია არ აშენდა. 10 წელი გავიდა. ეს არის ფაქტი და მოცემულობა, რომელსაც ხშირად გამეორება ჭირდება, რომ ამ ტყუილმა არ თანთქას სიმართლე. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჩაიყვანეს მათ ანაკლიაში, როცა იყო ჩამოსული. მათ შორის გვესმის ხშირად ფრაზა მათ შორის სახელმწიფო მდივნისგან, რომ მათ იციან რა უნდა გააკეთონ. თქვენი აზრით, აი ამ ცოდნის რა უნდა გააკეთონ, რა იციან საქართველოში, იყო თუ არა ერთ-ერთი ამ ჩამონათვალში სწორედ ანაკლია და ის რომ ჩინურ კონსორციუმთან არ დაეკავშირებინათ ამ პროექტის ბედი. ანუ ეს დღევანდელი გადაწყვეტილება შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ ხელისუფლების მხრიდან შეერთებული შტატებისთვის რაღაც გარკვეული რაღაც გაწოდება ხელის. თუ არა შეიძლება, ოღონდ ეს მხოლოდ ვარაუდად შეიძლება დარჩეს, იმიტომ რომ არ ემთხვევა კონკრეტული საკითხები ერთმანეთს. მაგალითად, დღეს ივანიშვილის ანტიქართულმა ოცნებამ ლანძღა და აგინა შტატების მთავარ წარმომადგენელს ეუთოს სხვადასხვა ფორმატში, მაგალითად ჯო უილსონს, ხო? დღეს აგინეს და ლანძღეს. მთავარ წარმომადგენელი ტრამპის სხვადასხვა ფორმატებში. და ამ დროს ამას აკეთებდე და მეორეს მხრივ რაღაც დათმობაზე მიდიოდა, უბრალოდ არ ჩდება არანაირ ლოგიკაში. მესმის, რომ ივანიშვილის ქმედებებში ძალიან რთულია ლოგიკური ერთიანი ჯაჭვი იპოვო, კი ის საკმაოდ ხშირად ახერხებს ხოლმე გაძრომას კრიზისულ ვითარებებში, მაგრამ ამ ლოგიკური ჯაჭვი არ არსებობს, რომ ერთი ხელით აგინებდე და მეორე ხელით დათმობაზე მიდიოდე. მათ შორის არსებობს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შიში, რაც ჩემი აზრით თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. ანტიქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა ამ 14 წლის განმავლობაში, მმართველობის 14 წლის განმავლობაში აჩვენა, რომ მათ სახელმწიფო პროექტები ძალიან ხიბლავთ. იმიტომ რომ ყველაზე დიდი კორუფციული რისკებია იქ და ყველა მსგავს პროექტზე, სადაც საბიუჯეტო ფულის დიდი მასები ტრიალებს, ყველგან ფული გააკეთეს, კორუფცია იყო და ფული მოიპარეს, გაძარცვეს საქართველოს ყველგან სოციალური დაუცველებისგან, ჯარისგან, სკოლები, ბაღები, საერთოდ ყველაფერი, ინფრასტრუქტურა, გზები და ავტობანი. ყველგან ფული მოიპარეს. და ამ პროექტს ასე უყურებენ? მე თითქმის დარწმუნებულია, რომ ასე უყურებენ. არ არსებობს დიდი პროექტი, მშიერ ხალხს, რომელსაც ლარდა 70 თეთრად ყვებავდნენ, დიანა, 4 მილიონი ლარი ამათ მოპარეს. წარმოგიდგენიათ, ლარი და 70 როგერს ულუფა. ის რამდენი ულუფა უნდა მოიპარო, როგორ უნდა გააწყალო ეს საჭმელი, რომ 4 მილიონი შეაგროვო და მოპარო სოციალურ დაუცველ ღარიბ მოქალაქეს. ხო წარმოგიდგენიათ, რეები აქვთ ნაკეთები და ულუფის ეს არაფერი გამართლება არ არის, უბრალოდ ულუფის კი არა, რაოდენობის ხარჯზე რაოდენობას იტყუებოდნენ. არა მხოლოდ რაოდენობას იტყუებოდნენ, რაოდენობასაც იტყუებოდნენ, ხარისხსაც იტყუებოდნენ, ყველაფერს იტყუებოდნენ საერთოდ, იმიტომ რომ ამ სხვაობაში, რასაც ისინი იპარავდნენ და მიქონდათ სხვაგან, აკლებდნენ ხარისხს, მათ შორის კვების ხარისხს და მე ვარ უფასო სასადილოებში ნამყოფი, ამას არც პოპულისტურად ვამბობ და არც სადღაც გამომიფენია, გამისინჯავს ეს საკვები და მე მიჭირს ამის თქმა ემოციურად ან ისე რომ არ გამოვიდეს, მაგრამ არ არის ეს ის საკვები, რომელიც ღირსეულ მინიმალურ თანადგომას გამოხატავს განსაკუთრებულად გაღარიბებული და სოციალურად დაუცველი პირის. ანაკლის თემის, ეს თქვა რეზუმე რომ გავაკეთოთ, თქვენ მოლოდინები არ გაქვთ, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის მორიგი დროის გაწელვა ხელისუფლების მხრიდან, საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოს მფლობელად გამოცხადება და ეს პროექტი საბოლოო ჯამში ისევ იქნება რაღაცა ეს დაპირების რეჟიმში. ეს პროექტი არ განხორციელდება ივანიშვილის პირობებში. ვის პირობებშიც არ უნდა განხორციელდეს ეს პროექტი. თავარი ტესტი ისე რომ გზა ხო უნდა მიდიოდეს ამ პორტამდე. რკინი გზა ხო უნდა მიდიოდეს ამ პორტამდე. 10 წელი რო გავიდა, რაც სპორტს აშენებენ,
გზა როგორ ვერ გაიყვანეს 10 წლის განმავლობაში. თუ პორტის აშენება რეალურად უნდათ. რკინიგზა, ორი ლიანდაგი როგორ ვერ ჩასვეს. ძალიან ისე სწორ მინდორზე სამეგრელოს რაღაც ველების. როგორ ორი ლიანდაგი როგორ ვერ გაიყვანეს და ერთი ავტობანი ორმხრივი გზა როგორ ვერ გაიყვანეს ანაკლის პორტამდე. 10 წელი გავიდა. ბევრი მილიონი დახარჯეს, ბევრი მილიონი სავარაუდოდ მოიპარეს, ბევრი მილიონით გაძარცვეს საქართველოს ბიუჯეტი. გზა და ორი ლიანდაგი, ორი ხაზი ვერ გაიყვანეს პორტამდე. ამიტომ მოლოდინი იმის, რომ ანაკლის პორტი ივანიშვილის პირობებში აშენდება, არ არსებობს. უნდა გვახსოვს, რომ ანაკლის პორტი არის ისტორიული პროექტი, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან, როგორც რეგიონში, ასევე რეგიონის მიღება. კი ბატონო, ნახოთ რა გაგრძელება ექნება ამ დღევანდელ განცხადებას, რომლის ავტორი, როგორც გითხარით, ეკონომიკის მინისტრი იყო. კიდევ ერთ თემაზე მინდა რომ ვილაპარაკოთ, ეს არის საბოტაჟის საქმე, რომელიც ისეთი სისწრაფით მიდის, მე რამდენიმე ადვოკატს ველაპარაკე ეთერებში, დღესაც იქნებიან სხვათა შორის ადვოკატები ზვიად კორძაზე, ქეთი ჩომახაშვილი და ომარ ფურცელაძე, ჩვენი სტუდიის სტუმრები და უკვე მათთან ერთად დეტალურად ვილაპარაკებთ ამ საქმეზე და მათი წინასწარი განცხადება იყო ასეთი, რომ აქვთ შტაბ-ეჭრილება, რომ ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში პროცესი უნდა დასრულდეს. ეს აჩქარება თქვენი აზრით კიდევ ერთი პატიმრობების სერიასთან მიიყვანს თუ არა ამ ქვეყანას, ამ პოლიტიკურ ლიდერებს და ყველანი ვართ ახლა ამ პროცესის მონაწილე, მაყურებელი, არ ვიცი, გულშემატკივარი. საკმაოდ მძიმე სასამართლო პროცესია ის, რომ გავიგოთ, რამდენად უსამართლო და უკანონოა დიანა, ამისთვის უნდა ვიცოდეთ ინფორმაცია დაახლოებით რა ხდება შიგნით. წარმოუდგენელ ჩვენებებს იძლევიან პოლიციელები. ეს იქ ხდება ფიზიკურად დანაშაულის ჩადენა ვერბალურად იმ პოლიციელების მიერ. ეს არის ცრუ დამსმენები, ცრუ მოწმეები, ყველაფერი ტყუილია იქ, მოსამართლეც კი ცრუა. მოწმეები ცრუები არიან, პროკურატურა უმძიმეს შეცდომებში, წარმოუდგენელი მდგომარეობა ამ ვითარებაში. ამბობენ, რომ იბარებენ ამ მოწმეებს, ეგრეთ წოდებულ პოლიციელებს, ადებენ სათითაოდ ხელს, ამბობენ, რომ აი მოუწოდეთ პარლამენტის შტურმისკენ, შემდეგ არ ახსოვთ არაფერი. კამერა ხო არც ეს ჩართული არ ჰქონდა. არ ახსოვთ რომელი დღე იყო, არ ახსოვთ რა ეცვათ ბრალდებულებს, რომელთაც ყველა მოქმედება ახსოვთ. მათს არ გაუგიათ ძირითადად ჟესტიკულაციაზე აქცენტი. რომ წარბებით ანიშნა, ხელით არაფერია. რომ უთხრათ მაგალითად აი ამ სხვადასხვა მოწმეებს, რომ გაიმეორე ის ჟესტიკულაცია, როგორ მოუწოდა, რაღაც ხუთი წინადადება, როგორ თქვა, ერთი ხელის მოსმით, ხო? ამ მოძრაობასაც კი ყველა პოლიციელი სხვადასხვანაირად გააკეთებს. უბრალოდ ერთადერთი მიზეზი და ახსნა იმის, რატომ იკრძალა მედიის დაშვება სასამართლო პროცესებზე არის ეს. ამის გაკეთება უნდათ. რატომდე მივა ეს საქმე? კიდევ 8 ლიდერი, აქედან ზოგი პატიმრობაშია. უკვე პატიმრობაშია, სააკაშვილი, მელია, ელენე ხოშტარია. სამართლებრივად ამ საქმის ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის შეფასება არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი. პოლიტიკური შეფასების ნაწილში ჩვენი აზრით ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება, მეორეს მხრივ შესაძლებლობა ივანიშვილისთვის, რომ მისი კალათა, ტყვეების კალათა, ესე ვეძახი მე, ეს ტყვეების კალათა შეავსოს ხმაურიანი სახელი გვარებით, რომელთაც ივაჭრებს შემდეგ დასავლეთ სამყაროს. უკვე საკმარისად ყოლია ტყვე, ტყვეების როტაციაო, სხვათა შორის ერთხელ ჩვენ ეთერში თინა ბოკუჩავა მოგვიყვა, რომ ბელარუსი ჟურნალისტი ლაპარაკობდა, რომ ასეთი ტერმინი არსებობს ბელარუსში ტყვეების როტაცია. ახლა თქვათ ახალი ტყვეების დამატება, ახალი პატიმრების დამატება მისთვის რისი მომტანი იქნება? მე ვფიქრობ, რომ ახალი ხმაურიანი სახელი გვარები ჭირდება იმისთვის, რომ უფრო მეტად შეწუხდეს დასავლური სამყარო, უფრო მეტად შეწუხდეს და ივანიშვილმა რაღაც კრიტიკული რეზოლუციების, ეს თქვათ უკმარავია, შიმშილია აქვს? არა, კრიტიკული რეზოლუციების შიმშილი არ აქვს, მათ ჭირდებათ შეწუხებული ივანიშვილი ყოველთვის ესეა, როცა კრიზისი იქნება, ამ კრიზისში ვართ, კიდევ რაღა უნდა. კიდევ უფრო ამძაფრებს. პოლიტიკაში ეს სრულიად და საერთოდ ესეთ წინააღმდეგობაში სრულიად მიღებული ნორმაა ისეთი დამნაშავეებისგან, რომელსაც ქვეყნის ბედი არ ანახულებს, რომ კრიზისის შესულ ქვეყანას კიდევ ბოლომდე კრიზისი შეყავთ იმისთვის, რომ თავისი მერკანტილური, პერსონალური პირადი ინტერესები და წყურვილი და შიმშილი დაიკმაყოფილოს და რაზეა ეს შიმშილი, რომ სანქციები მოუხსნან,
რომ მისი სამოქმედო არეალი ბევრად თავისუფლდება. სანქციების ხო ეშინია. სანქციები ხო ადევს. რატო აქვს პრობლემა? რატო დაძდევს ვიღაც ელჩები უტა ივანიშვილს რომ ჩემოდნით ქეში და ფული მიუტანონ სხვა ქვეყანაში? იმიტომ რომ კი პრობლემები რეალურად აქვს ივანიშვილს ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა ამის ვაჭრობს იმისთვის რომ დაუსხდნენ სავაჭროდ მას ჭირდება ხმაურიანი სახელი გვარები, დიდი სახელი გვარები და ამ პროცესში ჩემი ამ ტყვეების კალათის შევსებას ცდილობს.